ბრიტანეთის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. გარეთ უორდმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდება. თბილისში ელჩის მხრიდან სიცრუეზე საუბრობენ და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ლის ტრასის განცხადებებს ახსენებენ, რომელმაც ბრიტანეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე განცხადებები გააკეთა. ნანა გოგატაძე განაგზობს ამ თემაზე მუშაობას, ის ახლა პოლიტიკური შეფასებებით ჩაგორთვება. ნანა, ეთერში ხარ. დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ასე შეაფასა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც გარეთ უორდმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა და ორი ქვეყნის ურთიერთობის დაზიანებაში ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას. შალვა პაპუაშვილმა პარალელი გაავლო BBC-ს ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო ფილმთანაც და თქვა, რომ მაშინ, როდესაც ელჩი არის ჩართული ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის ყალბ ფაქტებს ავრცელებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ეს არის ტყუილი და რა თქმა უნდა საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგად არის საგანგაშო, რომ ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრით და ამითი ხდება ტვინის გამორიცხვა სტუდენტებისთვის მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით. წარმოგიდგენია თქვენ, რომ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით. როცა ჩვენ საუბრობთ BBC-ზე, ბრიტანულ ტელევიზიაზე, ეხლა სადაც ელჩი არის თავად ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, ანტიქართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, აქ რა თქმა უნდა უკვე გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც BBC საჯარო ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას და რა თქმა უნდა პირიქით ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის, თუ ვინ დგას BBC-ს სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის, თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. არა დეზინფორმაციული კამპანია, არამედ სამწუხარო რეალობა, ასეთი შეფასებები კეთდება უკვე ოპოზიციაში და ხელისუფლების ოპონენტები ტრადიციულად იზიარებენ დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამტკიცებენ, რომ მის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება. იმაზე რაც თქვა ბრიტანეთის ელჩმა, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ საქართველოს ბრიტანეთის ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან ქართული ოცნების ურთიერთობა არის ძალიან ცუდ ნიშნულზე და ეს არა მარტო ქართულ ოცნებას აზიანებს, არამედ ამ ქვეყანას აზიანებს. ბრიტანეთი და ევროპის ქვეყნები დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათი შეხვედრა, მათი ნებისმიერი პროექტი, მათი ჩართულობა ეს სტუდენტებთან დაკავშირებით იქნება თუ სხვა ინტერეს ჯგუფებთან დაკავშირებით მიმართულია ერთი რამისკენ და მხარი დაუჭირონ ქართულ ხალხს. მაშინ, როდესაც თავად დიდ ბრიტანეთში არის ბევრი პრობლემა, საქართველოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის და ამ კონტექსტში ქართული ოცნების წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებებს იხსენებენ. ლის ტრასმა გააკრიტიკა მდგომარეობა და თქვა, რომ ახლა დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდის და ჯოჯოხეთისკენ მიდის. მმართველ გუნდში ღიად ამბობენ იმას, რომ დიპლომატის მიერ გადადგმული ნაბიჯი არის მურგი არადიპლომატიური ქმედება. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის ცრუ განცხადებებს, თუმცა საინტერესო არის ის, რომ ყველა საუბრობს ამ ტონით, მაგრამ არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არანაირი კონკრეტიკა და არანაირი საფუძველი იმისა, რომ ასე ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები თავისი დიპლომატიური მისიის გარდა ყველაფერს კადრულობენ და ყველაფერს აკეთებენ, პირდაპირ ჩარეულები არიან ქვეყნში და პოლიტიკურ საქმიანობაში. დიდი ბრიტანეთის ელჩის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების და მის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ კრიტიკა პირველი არ არის. ამჯერად დიპლომატმა ქართული ოცნება მმართველი გუნდი სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკრიტიკა. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ნანა გოგატაძე საუბრობდა.
10-დღიანი დუბლი ბრიუსელიდან და ტერორიზმის ახალისება ალეკო ელისაშვილის საქმეზე და ლელოსა და ალდეს პასუხისმგებლობაზე კომენტარი ბრიფინგზე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპოიშვილის განცხადებით, ალდე, რომლის ლიდერებიც ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ტერორიზმთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება. ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრია ლელოც, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ელისაშვილთან თანამშრომლობას არწყვეტს. შოთა ფალავანდიშვილი გაგვაცნობს განცხადებებს, ის კურიერს უერთდება გისმენჩათა. შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ლელოსა და ალდეს შესახებ, რომლებიც ამ დრომდე არ ემიჯნებიან ალეკო ელისაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავად აღიარა ჩადენილი და იმის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს თუ როგორც ცდილობს პოლიტიკოსი სასამართლოს კანცელარიის შენობის გადაწვას. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ტერორიზმთან თანამშრომლობა და ზოგადად ტერორიზმთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, გამიჯვნაზე უარის თქმა პოლიტიკური ასე ვთქვათ, განმარტებების ადგილს აღარტოვებს და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად აღნიშნული პარტიები ირიბად მხარს უჭერენ იმ აქტს, რომელიც ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა, რაც როგორც სამართლებრივი, ისე მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია. ალდეს წევრმა ლელომ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია არიან მათი თანამებრძოლები. შესაბამისად, არიან ალდეს თანამებრძოლები. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე ფაქტად მივიღოთ, იყოს გავიდა საკმარისი დრო, 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ეს ტერორისტული აქტი, 10 დღე გავიდა, რეაქცია არ არის, ჩვენ შეგვიძლია დღევიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ალდე არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება, ასე რომ ეს და ამასთან ერთად ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ალდეს ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი, ორი ევროკომისარი, რომელიც საქართველოს საკითხებით არიან დაკავებულები და რომელსაც აბარია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, არიან იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები, რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი. იმის მიუხედავად, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ჩადის დანაშაულს ალეკო ელისაშვილი, პარტია ლელოში და ზოგადად კოალიცია ძლიერ საქართველოსთვის წევრები აცხადებენ, რომ ამ მოვლენის ტერორიზმად შეფასება სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორია. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წევრებს უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ელისაშვილი მათ თანაგუნდელად რჩება. ჩვენი განცხადება და ჩვენი დამოკიდებულება იმასთან თუ რაც მოხდა ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, ჩვენ განცხადებაში არის ასახული, რაც შეეხება პროფესიონალურ ნაწილს, როგორც იურისტის მხრიდან, შალვა პაპუაშვილის ყველაზე კარგად უნდა ესმოდოს, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა არის ყველაზე ფუნდამენტური უფლების დარღვევა ადამიანისთვის და არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რადგან სასამართლოს არ უმჯელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხარ საკანონმდებლო ხელისუფლების შტოს ხელმძღვანელი. ალდესა და ლელო ძლიერი საქართველოსთვის კოალიციის დუმილი არ უყვირს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის მეთაურმა დღეს ევროპის ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაში არსებულ კრიზისზე ისაუბრა და თქვა, რომ ფაქტი, რომელიც ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით აღნიშნულ ძალებს შორის დაფიქსირდა, ნათლად აჩვენებს რეალურად რა სახის იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, მატარებლები არიან ამ პარტიის მხარდამჭერები და წევრები. ირაკლი ყობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ალდეც და სხვა ევროპული ძალებიც, მათ შორის ვინც თანამშრომლობს ლელო ძლიერ საქართველოსთან, საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას შეიცვლიან და ამავდროულად შეცვლიან დამოკიდებულებებს და მიიღებენ იმ დამოკიდებულებებს, რომელიც ნამდვილი დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ხედავდით, რომ ექსტრემიზმს ღია დაფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის კონკრეტული ევროპული პარტიები და ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს ბუნებრივია მათ სახეს და მათ ეგრეთ წოდებულ ღირებულებებს. ეს არის ძალიან ტრაგიკული განვითარება, მოვლენათა განვითარება, რასაც ჩვენ ხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ევროპულ პოლიტიკაში. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეიცვალოს. ალეკო ელისაშვილი დაახლოებით 2 კვირის წინ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გადაწვისა და მანდატურებზე თავდასხმის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ტერორიზმის ბრალდები თედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. დეპუტატებმა აქცენტი გააკეთეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, გარე ძალების ინტერესებზე, ევრობიუროკრატებისა და დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებზე. ასევე ლის ტრასის გზავნილებზე, რომელმაც ბრიტანეთში არსებულ კრიზისს გაუსვა ხაზი. ოპოზიციამ ისაუბრა სოციალურ საკითხებზე, მათ პასუხი დარბაზშივე გასცეს მმართველი გუნდის წევრებმა. დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ სამარცხვინო ცილისწამებაზე და ცილისწამების პასუხად მინდა ვთქვა შემდეგი. მცირე ბიზნესი კვდება. დიდი ბიზნესი მიდის. ადამიანებს საკუთარი კბილების ამოღება უწევთ, რადგან სტომატოლოგთან მისვლა არ შეუძლიათ. ჩვენ შემოყავს მიგრანტები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ. ვერავის ვერ ვაძევებთ ქვეყნიდან. თუ ტრანსგენდერული იდეოლოგების წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაგაპატიმრო. ერი, რომელმაც გამოიგონა სიტყვის თავისუფლება, დაარსდა თავისუფალი პრესა. ახლა სახელმწიფო ცენზურის სამშობლოა. მეგობრებო, მე ახლა წავიკითხე და წაგიკითხეთ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ლის ტრასის განცხადება, რომელიც ძალიან კარგად და ნათლად ასახავს იმ ქვეყნის რეალურ ვითარებას, რომელიც იცლის და აი ამ ბინძური ცილისწამებით არის ჩვენი ქვეყნის მიმართ დაკავებული. მიხედეთ საკუთარ ქვეყანას და მიხედეთ საკუთარ ხალხს. დღეს ვისაუბრებ მხოლოდ ფიზიკური თვითგადარჩენის უფლების წართმევაზე ადამიანებისთვის. ამ ქვეყანაში ყოველთვიურად ყველაფერი ძვირდება და აღარასდროს იაფდება. იაფი არის მხოლოდ ერთი რამ, ჩალის ფასი აქვს ადამიანს და ადამიანის შრომას. ჩვენ არ ვართ 33 მილიონიანი ქვეყანა, ჩვენ ვართ 3 მილიონიანი ქვეყანა. ნუ თუ ასეთი ძნელია 3 მილიონიან ქვეყანაში მოქალაქეთა უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბის ზღვარს მიღმა არ იმყოფებოდეს. არ შეიძლება, როდესაც რაღაცა ციფრებზე ვსაუბრობთ, ერთი ქვეყნის ჭრილში ვისაუბროთ, ყოველთვის უნდა შეადაროთ რეგიონს, ყოველთვის უნდა შეადაროთ რაღაცა კონკრეტულ სივრცეს, შეგიძლიათ ევროკავშირის სივრცესაც შეადაროთ, ასევე სიღარიბეზე და უმუშევრობაზე საუბრობთ. ჩვენ როდესაც ეს ქვეყანა გადმოვიბარეთ, ხომ? როდესაც მართავდნენ აგენტები, გარედან დასმულები. თუ არ ვწდები 26% იყო უმუშევრობა, რომელიც დღეს არის 13%-მდე დასული, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი პირველად არის ერთნიშნა 9.5%-ია, დაახლოებით 350,000 არის, რაც გეთახმებით მაღალი ციფრია. თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ რომ ეს ქვეყანა გადმოვიბარეთ, მაშინ ეს ციფრი 1,100,000 აღემატებოდა. და თქვენ და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ხელს რო არ გვიშლიდეთ, აი ამდენი დესტრუქციით, ამდენი რევოლუციის მცდელობით. ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი იქნებოდა. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება მუნიციპალიტეტის ნაცვლად გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებას მიენიჭება უფლებამოსილება ორგანიზატორებს შეაცვლევინოს ადგილი ან მიმართულება იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციების ან ტრანსპორტის მუშაობას და ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. ერთი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში რამდენიმე ათეული თუ ხანდახან ასეული ადამიანი პირდაპირ ძალადობს მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანზე თბილისის მოსახლეობაზე, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებშიც და უმნიშვნელოვანესია რომ დაცული იყოს ბალანსი ერთი მხრივ მანიფესტაციის უფლებასა და მეორე მხრივ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს შორის. სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს, როგორც ეხლა აქვს ვალდებულება, რომ წინასწარ გააფრთხილოს მუნიციპალური ორგანოები, ექნება ვალდებულება, რომ ამჯერად გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ პირები ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან,
და მაინც შეიკრიბებიან იმავე ადგილას, სადაც მან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ არ შეკრიბილიყვნენ ისევ და ისევ, რომ უზრუნველყოფილი იყოს სხვათა უფლებების განუხრელი დაცვა, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იგივენაირად, რაც ბოლო ცვლილებების დროს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ეს არის 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, ხოლო განმეორების შემთხვევაში თავისუფლების საქმეთა სისხლისამართლებრივი წესით 1 წლამდე ვადით. ეს გამოპროექტი წარმოდგენილი ცვლილების პაკეტი ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით განსაზღვრულ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და ის არგუმენტაცია, რაზეც არის საუბარი თუნდაც განმარტებით ბარათში, ევროპულ სასამართლოზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე შეიძლება ითქვას, რომ არის ფასადური და ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ მოხდეს საპოლიციო რეჟიმის გამყარება, გამტკიცება. და ამ კონკრეტული ცვლილებებით პოლიციას აქვს უფლებამოსილება თავად განსაზღვროს სად, როდის, როგორ მოხდეს, ასე ვთქვათ, საპროტესტო აქციის, მანიფესტაციის ჩატარება. პროტესტის გამოხატვის უფლება არ ნიშნავს სხვისი უფლებების შეზღუდვას, შელახვას, და სხვაზე ძალადობას, ბატონო გონა. ძალადობას და ასე შემდგომ. რატომღაც საბოლოოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ უფლებების დაცვაზე საუბარი მიდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უნდა Deep State, გლობალური რომის პარტიას და მის წარმომადგენლობას საქართველოში. მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვიზეც აწყობთ. დანარჩენ შემთხვევაში ეხა ჩვენმა კოლეგამ აქ ისაუბრა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე და თქვენმა პარტიამ ოდესმე თუ ხმა მოიღო ჟურნალისტებზე ძალადობაზე, იმედის, რუსთავიორის, საზმაუს, პოსტივის თუ დაფიქსირდა ოდესმე თუ გაგიგიათ რომ თქვენი პარტიიდან და დღესაც ნებისმიერ ძალადობაზე საჯაროდ არ მახსოვს, საჯაროდ არ მახსოვს. რომ პოლემიკის რეჟიმი ეხლა რომ ამ კომიტეტზე გჭირდებათ ეგ არ ვიცი, მაგრამ შვიდობიანი პროტესტი უნდა გააკეთო და შეძლო ისე, რომ სხვას არ შეუქმნა დისკომფორტი, კი ბატონო, რა თქმა უნდა. თქვენ მხარს უჭერთ გამოდის ხელოვნურად შექმნილი პროტესტის გაღვივებას. კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ყველა საკანონმდებლო ინიციატივა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მზადდება. თუ ხართ ცოტა ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი. თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩების გადაგედოთ, გამზირების და ყველაფერიც, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანს, ხო? მარტივად არის საქმე. ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას, რომ 50 კაცმა არ შეიძლება იძალადოს, ან 150 კაცმა არ შეიძლება იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო მიუთითოს კონკრეტულმა უწყებამ შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ეს შემდეგ ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებად. საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც არის გაზიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ყველა კანონს, რასაც ვიღებთ სტრასბურგის გათვალისწინებით, ვიღებთ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვანაირად ჩვენ არ მუშაობთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთა ზოდალოვას პროცესი გაიმართა. ხაბეიშვილს ედავებიან უკანონო ქმედების ჩასადენად, მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას. სხდომაზე ხაბეიშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ოპოზიციას მიმართა. პარალელურად სასამართლოში მიმდინარეობდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის საქმის განხილვაც, რომლებსაც ბრალი წარდგენილი აქვთ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის. არც მე არ მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ, ცოტა აზრზე მოდით, გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში ერთიანობაო, როგორ გძინავთ ღამე. ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და კაპუჩინო უნდა დალიოთ. რად პრეტენზია იქნება, მანამდე მექნებოდა გაგებული და არ გავიგებდი მანდამაინც სასამართლო გამოსვლის დროს. რაც შეეხება ზოგადად როგორც პოლიტიკურ სპექტრს მეც მომემართება და ნებისმიერ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში არის. ლევან ხაბეიშვილმა აქტიურობის და ასე ვთქვათ თავგანწირვასაც და მათ შორის მოითხოვს უფრო მეტ ბრძოლასაც, ეს არის ძალიან ბუნებრივი. მათ შორის როცა არის ხოლმე გაუთავებელი საუბარი ერთიანობაზე, ერთიანები ისედაც ვართ ამ წინააღმდეგობაში და საჭიროა ერთიანად უფრო კონკრეტული ქმედებების განხორციელება. კონკრეტული ქმედებებისთვის სჭირდება გამბედაობა და რა თქმა უნდა შიში უნდა ძლიოს ყველა პოლიტიკურმა აქტორმა. მარტივ ჭეშმარიტებაზე საუბარი და მარტივ ფორმულაზე, ხო? ამიტომაც საუბარი იმაზე რომ მუხტი არ არის ამ ქვეყანაში შესაძლოა ასე რა თქმა უნდა ნამდვილად არ გახლავთ. მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი
წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე. ხაბეშვილის გარეშე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა მადლობა ღმერთს ასეთი ამხანაგები მე არ ყავს. საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის ხელი მოეწარა 2026-30 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ღონისძიება ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ისაუბრა 5 წლიან შეთანხმებაზე, რომელიც ეფუძნება ეროვნულ პრიორიტეტებს და ასახავს გაეროს განვითარების მიზნებს. აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და ხედვაზე, რომელიც პრემიერის შეფასებით საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. მირიან გორგოძე ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში, ის მთავარ გზავნილებს გაგვაცნობს, გისმენთ მირიან. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ხელმოწერის ცერემონია, თუმცა იქამდე ვიდრე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია შედგებოდა ავლაბრის სასახლეში შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და რომელსაც დიდწილად განსაზღვრავს სამომავლო 5 წლიანი ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ერთის მხრივ არის დაფუძნებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და ამავე დროს იზიარებს გაეროს მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს. ახალი 5 წლიანი ჩარჩო შეთანხმება არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი, რომელიც ერთი მხრივ ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო მეორე მხრივ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას ასახავს. საქართველოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 3 ათეულზე მეტ სითვლის. ამ წლების მანძილზე ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შეასრულებები, ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების ხარდაჭერას და მშვიდობის მშენებლობას. წელს, როდესაც გაეროს ქარტიის მე-80 წლისავს აღნიშნავთ, მსოფლიო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. გლობალური ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2021-24 წლებში საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8% დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1% იქნება. რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება სიღარიბის შემცირება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1.400.000 ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით ისტორიულ მინიმუმამდე 9.4%-ამდეა შემცირებული. მიუხედავად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღესასრიგის ცენტრალურ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებითაც საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. ეს მაჩვენებლები გვიმყარებს რწმენას, რომ ქვეყნის განვითარების კურსი სწორად არის განსაზღვრული. საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მართლობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის. ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი პრინციპი, უზრუნველყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გარემო, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკური განვითარების საფუძველია. აღნიშნული ამბიციური დღესასრიგის აღსრულების პროცესში ბუნებრივია თავისუფლების გაეროსთან დღეს გაფორმებული 5 წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტიც შეიტანს. მადლობას ვუხდი გაეროს გუნდს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის შედეგად ხედვა ეროვნულ პრიორიტეტებს მაქსიმალურად დაუახლოვა.
ეხ მართლობის სისტემის გაუმჯობესება, ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვის საკითხები, ასევე ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და გაჯანსაღება, სწორედ ამ ფაქტორებს მოიცავს ძირითადად ის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც დღეს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში მოეწერა ხელი ეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ასევე გაეროს მუდმივა კოორდინატორმა საქართველოში საკუთარი სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს ორ მხარეს შორის სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკეთესი მმართველობა, განსაკუთრებით თვითმმართველობის დონეზე, მეტი დეცენტრალიზაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა. აღნიშნული დოკუმენტი სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისად ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად, იქნება შესაბამისი საქართველოს ეროვნული ინტერესების. დღეს ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და გაეროს შორის 30 წელზე მეტი ხნის გრძელვადიანი და ღრმა პარტნიორობის ისტორიაში. საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვან პროგრესს, სიღარიბის შემცირების მიმართულებით და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში. ამავდროულად ჩვენ ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაურკვევლობის, დაყოფის, კონფლიქტების, მზარდი უთანასწორობისა და კლიმატის კრიზისის გამოწვევების წინაშე დგას. თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, წარმოადგენს პირობას, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობასა და ყველა პარტნიორთან, განვახორციელოთ გადამწყვეტი რეფორმები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ პროგრესის დასაჩქარებლად. მოუთმელად ველი მდგრადი განვითარების ახალი ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ის დაფუძნებული იქნება მრავალმხრივი კოორდინირებული ურთიერთობების, სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის პოტენციალის გამოყენებაზე. მიმართავ ქართველ ხალხს, მათ შეუძლიათ გაეროს იმედი ჰქონდეთ. დღეს ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის 2026-30 წლებისთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობას განსაზღვრავს. მადლობა, ეს იყო მირიან გორგოძეს პირდაპირ ეთერში საუბრობდა. უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს სესიაზე განიხილავენ. ახალი რეფორმა ითვალისწინებს 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებას და სწავლის ფორმატის შეცვლას. ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც გულისხმობს 11 წლიან სწავლებას და სრული შემთხვევაში სპეციალური კლასების გახსნას მე-12 წლისთვის. ახალ რეფორმაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. არჩევანი იქნება ძალიან ფართო. არჩევანი იქნება უნივერსიტეტებს შორისაც, მათ შორის სტუდენტი შეიძლება ქართულ სტუდენტს აერჩიოს კერძო უნივერსიტეტი, შეუძლია აერჩიოს სახელმწიფო, შეუძლია აერჩიოს სახელმწიფო და კერძო, შეუძლია აერჩიოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაც გვინდა, გარდა თბილისში უნივერსიტეტების გაძლიერების ამიტომ, როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობების, ფაკულტეტების ნაწილში სტუდენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი, როგორც ჰქონდათ აქამდე. ჩვენ განსაზღვრეთ 7 გამოწვევა. და არავითარი კრიტიკული შენიშვნა ჩვენ არ მოგვისმენია, არც ერთ გამოწვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიკითხეთ, იქნებ ჩვენ ვხედავთ არასწორად ამ გამოწვევებს, 7-ვე გამოწვევაზე რეალურად თანხდება მთელი საზოგადოება, ხო, ის რომ კადრების კუთხით პრობლემებია, ის რომ ინფრასტრუქტურის კუთხით პრობლემებია, ის რომ სახელმწიფოების და სასწავლო პროგრამების კუთხით პრობლემებია, ის რომ კონცენტრაციის კუთხით პრობლემებია, ყველაფერზე თანხდება მთელი საზოგადოება. ის რომ საერთო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამაზე თანხდება მთლიანად ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ჩვენ გამოწვევებთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ მოგვისმენია. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ვრცელი წერილით გამოეხმაურა ნეიტრალური საქართველო პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სტრატეგია ახალ პოლიტიკურ რეალობას აღალივებს. სამწუხაროდ საქართველოს საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია. გვაქვს მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ გარედან თავს მოხვეული კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ვერ პასუხობს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვერც ახალ მსოფლიო რეალობას. ჩანაწერი კიდევ უფრო აბსურდული გახადა შტატების დოკუმენტმა, რომელშიც არის მკაფიო
მკაფიო განმარტება, რომ იცვლება ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული პრიორიტეტები და შესაბამისად ამერიკის საგარეო პოლიტიკა. საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ჩვენი ეროვნული ინტერესები, წერს ნეიტრალური საქართველო. ამ დოკუმენტით ახალი რეალობა გაფორმდა, საქართველოს საგარეო პრიორიტეტები კი ჯერ კიდევ იქრჩება, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც იქნება ახალ მსოფლიო რეალობასთან ადეკვატური. ჩვენ უნდა გამოვიდეთ პირველ რიგში ევროილუზიიდან და დავიწყოთ სასწრაფოდ მუშაობა ნეიტრალური სტატუსისთვის, იმიტომ რომ მივიღეთ პარადოქსული მოცემულობა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია ისეთ კავშირში გაწევრიანების ვალდებულება და აუცილებლობა, რომელიც ოფიციალურად უკვე აცხადებს უარს გაფართოებაზე და არა მარტო გაფართოება სრულდება ნატოსი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიით, რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ მომავალში ამ ალიანსის არსებობაც კი, ასე რომ ეს პარადოქსული ვითარება არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი. ამერიკის პრეზიდენტმა ევროპა გააკრიტიკა. ევროპა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ის ძალიან ცუდი მიმართულებით მოძრაობს და ეს ძალიან ცუდია. ჟურნალისტებთან ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ შტატები ამ კონფლიქტში ფულს არ ხარჯავს. ომი კი არასდროს მოხდებოდა ამერიკაში, არ ჩვენები რომ არ გაეყალბებინათ. მე უკრაინას არაფერს ვაძლევ. ნატოს ქვეყნები კი შეერაღებას შეღავათების გარეშე ყიდულობენ, აცხადებს დონალდ ტრამპი. ევროპა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. გვინდა რომ ევროპა დარჩეს. ის არასწორი მიმართულებით მიდის, რაც ძალიან ცუდია. ეს ხალხისთვისაა ცუდი. არ გვინდა რომ ევროპა ასე მკვეთრად შეიცვალოს. ეს სერიოზული საკითხია. ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი მისცა. მე კი უკრაინისთვის არაფერი მიმიცია. კეთილი, თავიდან მე მათ ჯაველინები მივეცი, რომლითაც რუსების ტანკები გაანადგურეს, ხოლო ობამამ მათ ნაგავი გადასცა. ახლა აღჭურვილობას ნატოზე ვყიდით და რასაც ნატო უკრაინას გზავნის. ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს. ეს ომი არასდროს მოხდებოდა, არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვრუნდებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი გაანადგურა. ჯამში საუბარია 926 კილოგრამს სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკზე, რომლის ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონს აღემატება. საშუალებები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სპეციალური მაღალტემპერატურულ ღრუმელში გაანადგურა უკანონობრუნვიდან ამოღებული 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, რომლის ღირებულებას ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებას უზრუნველყოფს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი. პროცესში ასევე მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. განადგურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ამოღებული რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომშიც გაგრძელდება. მინდა განვაცხადო, რომ პროკურატურას აქვს კაცრი პოზიცია ნარკოტიკული საშუალებების გამსაგებლებისა და ხელშემწყობების მიმართ, რაც გაგრძელდება ასევე მომავალში. ფინანსური მონაცემებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მესამე კვარტალში 533 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია. უწყების ინფორმაციით ტენდენცია განპირობებულია სავალოს ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. პირველ ადგილზე ამერიკა, რაც მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 17.5% შეადგენს, მეორე ადგილზე კი ესპანეთია 13.5%-ით, მესამეზე თურქეთი. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები საქართველოში მესამე კვარტალში წლიური განგარიშებით გაორმაგდა 533 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ლიდერობენ ისეთი ქვეყნები როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, თურქეთი. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდას და რაც ბუნებრივია ეკონომიკურ დაზრდებს და ისახება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო ჯანსაღია და საქართველო მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ 9 თვის მაჩვენებლებით საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 11% არის გაზრდილი და დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე კვარტლის მონაცემებით ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას მსგავსი ტიპის ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმ მაღალ ეკონომიკური ზრდის შედეგებში, რომელიც მომდევნო წლებში პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკისთვის.
ეკონომიკის მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს შენობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესები გააცნო. პრემიერის ინიციატივით მომზადებულ რეგულაციას დაქვემდებარება როგორც ახალი მშენებლობები, ასევე არსებული შენობების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია. დადგინდება ექსტერიერის პარამეტრები. მარიამ ქრივიშვილის განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია სექტორთან. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ არქიტექტორებთან, მშენებლებთან, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან, ისევე როგორც სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ახალი რეგულაცია სრულად შეესატყვისებოდეს მათ შორის კერძო სექტორის მოლოდინებსაც და დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს შეჯერებულია არსებული რეგულაციის სრულფასოვანი და სრულყოფილი სახე, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობა მიიღებს ახალ რეგულაციას და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემდგომ იქნება თვალსაჩინო თუ როგორ გაუმჯობესდება არქიტექტურული იერსახე ჩვენი ქვეყნის თითოეულ რეგიონში, დაბაში, ქალაქსა თუ სოფელში. დღეს ჩვენ ქვეყანაში მართლაც აქტუალური არის ფასადების მოწესრიგება, ზოგადად არქიტექტურული იერსახის დახვეწა, ის რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს ამ მასალების და ფერების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენ ამ სტანდარტებით ვიხემძღვანელოთ უკვე ჩვენი პროექტების განხორციელების დროს. ძირითადად საუბარი იყო მშენებლობითი მიმართულებით მთავრობის დადგენილების პროექტზე, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულად რას მოიცავს ესთეტიკური მახასიათებლები, ძირითადად ამ ეტაპზე ეს ეხება ფერებს, მასალებს და ამ მასალების და ფერების გამოყენების წესებს. განისაზღვრება თვითონ ესთეტიკა, როგორი უნდა იყოს, რას გულისხმობს ესთეტიკა, როგორი უნდა იყოს ის ლანდშაფტზე მორგებული და მთლიანად როგორი იერსახის უნდა იყოს ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ბაჯეფშაულას მეხუთე კვარტალში რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო. 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა 2 სკვერი და სპორტული მოედანი. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 959,000 ლარს შეადგენს. მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, ასევე სტადიონი, რომელიც გაუბედურებული იყო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კომბინირებული სტადიონია, სადაც ფეხბურთის თამაში, კალათბურთის თამაშიც შესაძლებელია. გარდა ამისა, ბავშვებისთვის მოეწყო შესაბამისი ატრაქციონები, სასიამოვნო გარემოა, გაკეთდა ღამის განათებები, ყველანაირად მოწესრიგებულია და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა საბავშვო სივრცეების მოწყობა, სატრანჟორო სივრცეების მოწყობა, ასევე დამონტაჟდა ახალი სანათები, დაიგო დაახლოებით 220 ხემცენარე, პროექტის ჩამოყალიბება 1 მილიონ ლარს შეადგენს. სასწავლის მოლოდინში სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას სცენარის შექმნილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლი ორი მეგობრის შეხვედრას ასახავს. ისინი ერთმანეთს სოხუმში ხვდებიან და განვლილ წლებს იხსენებენ. ეს სპექტაკლი კიდევ ერთხელ აღწერს და ადასტურებს იმას, რომ ქართულ-აფხაზური კულტურა არის ერთიანი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის ერთობა, ის ურთიერთპატივისცემა, რაც წლების მანძილზე, ისტორიის მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის აუცილებლად მშვიდობით იქნება მიღწეული. სიმბოლურია, რომ სოხუმის თეატრში მოხდა დღევანდელი დღე და მე ვისურვებდი, რომ ყველა ერთად აღმოჩენილიყავით სოხუმში. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებათ 6-მდე.